მისვლა იმათ ხო და ის გადავუდგა არ არის ეს ყველა ვარ თანასწორი მედის რა სწორდება წინაშე და კანონის წინაშე სახელი და გვარი მიყო უბრალოდ მიყო როცა ამბობ რომ ქიარი ხარ უკვე გიწევს რაღაც სივრცეებში პატარებში თუ დიდებში აქტივისტობა უნივერსიტეტის პერიოდში აქტიურად დავიწყე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა აქტივიზმი მათ შორის და სხვა საკითხები მაინტერესებდა სოციალური და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაშიც ყველაზე აქტიურად ვიყავი ჩართული ეს იყო ქიარ აქტივიზმი ჩემი მოტივი coming out-ის ის იყო რომ არ მინდოდა რომ ვიღაცას ოდესმე დავეშანტაჟებინე 18 წლის აი 19 წლის ასაკში უკვე გაზრებული მქონდა რომ ამ საზოგადოებაში თბილისში საქართველოში ის რომ მე არ ვარ ჰეტეროსექსუალი ადამიანი იქნებოდა რაღაც გასაკვირი და ესე იგი შანტაჟის თემა და არავის არ მივცემდი უფლებას რომ ესე ჩაერიოს ჩემ ცხოვრებაში და ამ თემით იმანიპულიროს შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება რომ თუ საჯაროდ ვიტყვი ვერავინ ვეღარ დამაშანტაჟებს რა და ეხა ამის გამო თუ ვიღაცა იტყვის ჩემზე უარს ეს მისი დანაკარგია ჩემი დანაკარგი არ არის ჰომოსექსუალობა არის პიროვნების ალბათ არ ვიცი აი 10% ჩემი პიროვნების იმიტომ რომ რა წიგნი გიყვარს, ესე იგი პოლიტიკურად რა კუთხით აზროვნებ ხო, რა აზრები გაქვს, ფილოსოფიურად რა აზრები გაქვს ადამიანს, რა სჭამ, არ ვიცი, აი ძალიან ბევრი რაღაც არსებობს, რაც შეიძლება ადამიანს ახასიათებდეს. სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში თუ ამბობ რომ თქვა გეი ხარ ან ტრანსგენდერი ხარ, ამის მიღმა, ამ იდენტობების მიღმა უკვე პიროვნებას ვეღარ ხედავენ. 2016 წელს ვფიქრობდი რომ გამეკეთებინა coming out-ი ოჯახთან, თუმცა ნუ მივხვდი რომ 2016 წელს ჩემი ოჯახი საერთოდ არ იყო მზად ამისთვის. და არც მე ვიყავი მზად, იმიტომ რომ არანაირი რესურსი არ მქონდა. მე ცალკე საცხოვრებელი არ მქონდა, ვერ ვიცხოვრებდი, არც ქირის ფული არ მქონდა, იმიტომ რომ სამსახური არ მქონდა მაგ დროს. მომიწევდა რომ სახლიდან წამოსულიყავი. ჯერ ერთი იმიტომ რომ თუ ვიცი რომ იმ სახლში სადაც ცხოვრობ, არც ერთი ადამიანი არ ეთანხმება ჩემ ბუნებას მე ვინც ვარ ან თუნდაც არჩევანს ისინი თუ ასე ფიქრობენ მე იმ სახში ვერ დავრჩი მოკლედ გააზრებული მქონდა ეგ თემა ასევე რომ შეიძლება არც ერთმა ოჯახის წევრმა არ მიიღოს ეს და მე მომიწიეს საერთოდ ოჯახთან კომუნიკაციაზე უარი. იმიტომ რომ ეს ძალიან მოსმენელი მქონდა რომ ძალიან ბევრ სხვა ქვია ადამიანს მოუწია სრულიად ყველა ვთქვათ ხიდის ჩამოშლა ოჯახი. დედაჩემი წავიყვანე ნინო ბოლქვაძის გაკეთებულ თეატრალურ წარმოდგენაზე, ეს კავკასიური მეტამორფოზა, რაც კავკას მეტამორფოზა იყო შეცვლილი და ქვიარ თემატიკაზე მორგებული, როცა ადამიანი უბრალოდ ერთ დღეს ეუბნება ოჯახს, რომ არის ქვიარი და მისი ოჯახი უარს ამბობს მასზე. არა იმიტომ რომ ხოჭოდ გადაიქცა, მაგრამ გადაიქცა ქვიარად და ეს იგივენაირად მიუღებელია მათთვის. თეატრალური წარმოდგენის ბოლოში ეს ქვიარ ადამიანი თავს იკლავს რადგან ოჯახი არ იღებს მას და ბოლოს გაუსაძლისია მისთვის არსება. მე ძალიან კარგად ვიცოდი რომ ეს დედაჩემისთვის ადვილი სანახავი არ იქნებოდა. უბრალოდ დედაჩემს ვეცადი რომ ეს პერსპექტივა ვაჩვენო, რომ სხვა ადამიანებმა შეიძლება მე ყოფილიყავი ის ადამიანი, თუმცა სხვა ადამიანები შეიძლება თავიც კი მოიკლას, როცა ოჯახი მას არ იღებს. ძალიან ბევრი ფენა გაუგებრობა იყო და არასწორი ინფორმაციები დედაჩემის ტვინში ჰომოსექსუალობაზე და ჯერ მეკითხებოდა რაც ბავშვობაში რომ აი არ დაგაძალეთ ფეხბურთის თამაში ან რაც კარატეზე არ შეგიყვანეთ და ამან გამოიწვია ან რაღაცა მერე აბრალებდნენ რომ ვისთან მეგობრობდით ჩვენ არ ვიცოდით ან მერე აბრალებდნენ იმას რომ ვიღაცამ გამაწევრიან რაღაც ორგანიზაციაში და მე ესე მივიღე გადაწყვეტილება რომ აი ორგანიზაციის წევრი ვარ და ეხლა უნდა გეიგავხდე. ნელ-ნელა ძალიან ბევრი საუბრის შემდეგ ყველაფერი დალაგდა რა. ჩემი და იყო პირველი ადამიანი ოჯახში, ვისაც უთხარი. ერთი წლით ადრე უთხარი ჩემ დას ვიდრე ჩემი ოჯახში გაიგებდა, იმიტომ რომ ნუ დარწმუნებული ვიყავი რომ ის ჩვეულებრივად მიიღებდა ამ მომენტს და ასეც მოხდა. ჩემი ძმა აღმოჩნდა ესეთი ადამიანი, რომელსაც სრული მიუღებლობა აქვს
ჩემს მიმართ იმის გამო რომ მე არ ვარ რაც ჰეტერო. ზოგიერთ ბიზაშვილთან მომიწია საერთოდ კონტაქტის გაწყვეტა, იმიტომ რომ ძალიან უხეშად ერეოდნენ ჩემ ცხოვრებაში და ცდილობდნენ რაღაც დედაჩემის და მამაჩემის მეშვეობით ჩემზე გავლენას და რაღაც манипуляციას. გონია რომ ყველაზე ძლიერი აქტივისტი მაშინ ხარ, როცა აი მთელი ოჯახი შენს გვერდითაა რა და თუ მთელი ოჯახი არ არის შენს გვერდით, ნუ მე მივხვდი რომ უნდა შევქმნა ეგ ოჯახი მაშინ რომელიც ჩემ გვერდით იქნება. ხო და ალბათ ეხა აი მაგ ეტაპზე ვარ და მაგაზე ვფიქრობ.